თბილისში ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემაა ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნატა მახულაძე ესწრება კონფერენციას. ნატა, რა თემებზე გააკეთა აქცენტები ბიძინა ივანიშვილმა? პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს მიზანია და სურვილია იყოს დამაკავშირებელი რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. ასევე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომ აუცილებელია შეიქმნას სავაჭრო სატრანზიტო ცენტრი და ცენტრის ფუნქციონირებისთვის კი აუცილებელია მოხდეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კეთილმეზობლური ურთიერთობები რეგიონში. ჩვენი მიზანია გავხდეთ თანამედროვე სავაჭრო სატრანზიტო ცენტრი, რომელიც ხელშეუწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და სურვილი წარმატებით შევასრულოთ სავაჭრო სატრანზიტო დერეფნის დამაკავშირებელი რგოლის ძირითადი ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია. ფიზიკურ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება ჩვენი პრიორიტეტია. ბიზნესისათვის კომფორტული საინვესტიციო გარემო აუცილებელია, რათა განვითარდეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ვაჭრობისა და სხვა ძირითადი სექტორები, რომლებიც აუცილებელია ტრანზიტის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს კარგი ბაზა. არ არსებობს წვრილმალი კორუფცია და ახალმა მთავრობამ მთლიანად აღმოქმეთა ელიტარული კორუფცია. საქართველოს კომპლექსური გადასახადებით მეოთხე ადგილზეა სიმცირით მსოფლიოში და კომპლექსური გადასახადები შეადგენს 16%, რაც ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს ყველა ინვესტორისათვის. კარგად გამართული და სწრაფი და მოქნილი საბაჟო სისტემა. საზღვრის გადაკვეთის პროცედურებიც ასევე მოქნილი და სწრაფია. კარგი ენერგეტიკული ბაზა, რომელიც კიდევ უფრო განვითარდება, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ეკონომიკის სექტორებიდან ყველაზე მიმზიდველია ინვესტორებისათვის ენერგეტიკა და ძალიან ბევრი სურვილი ჰესების მშენებლობის და ეს პროცესები საქართველოში აქტიურად ვითარდება. ჩვენი ქვეყანა მზად არის ხელი შეუწყოს ამ დერეფნის განვითარების დაჩქარებას. იყოს ლიდერი ამ პროცესში და მუდმივად იზრუნოს ჩვენი საერთო ამოცანების გადასაწყვეტად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ეს არის უნიკალური პოტენციალი, იქნას ბოლომდე გამოყენებული. ჩვენ გვაკისრია, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ამ კორიდორში. ჩვენი ლოჯისტიკური სისტემების განვითარება, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების სისტემების განვითარება არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების გასაღები. საბაჟო სასაზღვრო პროცედურების სიმარტივე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი ძალიან სწრაფი მშენებლობა. ქვეყანაში მიმდინარე სხვა რეფორმები არის მყარი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს განხილული იქნას როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანზიტო ქვეყანა. კონფერენცია ერთდღიანია, ის დღის ბოლოს დასრულდება. ეს ნატა მახულაძე იყო.